მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ არხზე. მოდით დღეს ვნახოთ ექსპრეს გაშლა სახელწოდებით უახლოესი მომავალი ჩემი ფინანსების კუთხით. იმისთვის რომ მოხდეს ენერგობალანსირება, საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტზე 3 კარტი თავისით ამოყვა და იყოს და მესამე ვარიანტი. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა უახლოეს პერიოდში? პირველი, მეორე, მესამე. მათ ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. უახლოეს პერიოდში აქ-რასაც მიჩვენებს სიტუაციას 2-2-ის კომბინაცია, ხო იცი როგორი შთაბეჭდილება მრჩება? უნდა მეტად იყოთ, ასე ვთქვათ, ორიენტირებული ფინანსურ საკითხებზე იმ თვალსაზრისით, რომ გადაანაწილოთ რაში როგორი კუთხით დახარჯოთ, ხო? აი აქ-რასაც მიჩვენებს ორიანების მდგომარეობა, დიდათ რო გითხარო ფინანსური თვალსაზრისით რაღაცა გრანდიოზული ცვლილებები გექნება თქო, ფიზიკურად არა. ეს პერიოდი შენთვის თვითქოს არის, აი როგორც გააზრების, დაფასების, გადახარისხების მომენტი, ხო, უფრო მეტად რომ გაიაზრო ფინანსების ფასი, მოდი ასე ვიტყოდი, ხო? სწორად ხარჯვის მომენტი, გადანაწილება, ის შენ რაში გჭირდება რეალურად, რაში როგორ გამოიყენო. აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ დრო არის რომ რაღაცა მიმართულებების შეცვალა, რაღაც სხვანაირი კუთხით მიუდგე მატერიალურ დამოკიდებულებას. თუ უკვე დიდი ხანია ფიქრობდი ფინანსური კუთხით ცვლილება რო განგეხორციელებენ, თუნდაც სამსახურებრივი ცვლილება ან მსგავსი რამე, უკვე დრო არის შეცვალა, უკვე დრო არის რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე. დიდი ხანია ერთ ადგილზე ტრიალებ. ასე რომ თუ მიმართულებას არ შეიცვლია რაღაც სიახლეს არ შემოიტან მატერიალური თვალსაზრისით, რომ ანუ ხელი შეუწყო მატერიალურ თემას რო გაზარდო, წინააღმდეგ შემთხვევაში მიჩვენებს, რომ ისევ ისერჩება ყველაფერი როგორც არის. მეტი კონტროლირება გჭირდება მატერიალური სფეროსი. აი ესეთი იყო ვარიანტის წარმომადგენლების არსებული სიტუაცია, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება უახლოეს პერიოდში, პირდაპირ როგორც საჩუქარი შენთვის ასე იქნება ფინანსური სიტუაციების შემოდინება ცხოვრებაში, გარკვეული კატეგორიისთვის გაათამაშდება, რომ პირდაპირ მნიშვნელობით განთავისუფლდება გარკვეული სახის ვალდებულება ვალებისგან, ესე ვიტყოდი, ამ პირიქით შესაძლებელი არის მევალეები ვინც იყვნენ, მათგან გარკვეული სახის შემოსავლები მიიღოთ, ან გასაყიდი რაიმე თუ გქონდათ ან რაიმე კონკრეტულ ფინანსებს თუ ელოდებოდეთ, ამ კუთხით შემოსავლების ზრდის მდგომარეობა არის. ასე რომ, აი ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყება, მთავარი არის რომ მეტი სიმტკიცე გამოიჩინა და მეტი ორიენტირება რა გინდა რეალურად ამ ცხოვრებისეულად, ანუ რის მოლოდინები გააქვს, თუნდაც მატერიალური კუთხით, ან ზოგადად ცხოვრებისეული ფაქტორის კუთხით. და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში როგორი სიტუაციები გექნება მატერიალური თემის კუთხით, აქ მესამე ვარიანტზე მიჩვენებს, რომ შესაძლებელი არის ცოტათი პაუზის სიტუაციები იყოს, უფრო მეტად იყოთ მოძიების პროცესში, საიდან როგორანაირი კუთხით გაზარდოთ თქვენი ფინანსები, ვიდრე რაღაცა გრანდიოზული ცვლილება. ანუ ეს პერიოდი გამოიყენეთ იმისთვის, რომ კარგად დააწყოთ გეგმები, რას როგორი კუთხით განახორციელებთ, რაში არის სარგებელი ფინანსური კუთხით რომ მოიგოთ და ანუ თემა არის ის, რომ მეტი კონცენტრირება გჭირდება, მეტი გეგმების დაწყობა სამომავლო პერსპექტივების კუთხით. უახლოეს პერიოდში სამწუხაროდ აგრასაც აჩვენებს რაიმე ცვლილებები დიდად არ ჩანს, უფრო მეტად არის გეგმების დაწყობის პერიოდი და სამომავლო თემებში რომ რეალიზებაში მოიყვანო. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონირებთ და რამდენად ახლოს იყო თქვენ არსებულ სიტუაციებთან დღევანდელ რეალობასთან, გისურვებთ წარმატებას. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე.